სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის შეფასებაში მარტო არ არის. ივანიშვილისა და მისი გუნდის პოზიციას ვლადიმერ პუტინიც იზიარებს. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება სააკაშვილს დევნის როგორც სტილიან საბანოში. სიხარულით განაცხადა ქართველი ხალხის დაუძინებელმა მეგობარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. თუმცა სააკაშვილი პუტინის მთავარი თავისტკივილი დღეს ნამდვილად არ არის. რუსეთს დეჟავიუ აქვს. რუსული რუბლი იძირება, ქვეყანა პანიკამ მოიცვა, ვისაც რუსული ფული აქვს, ცდილობს უცხოურ ვალუტაზე, ძვირფასეულობაზე ან სხვა საქონელზე გაცვალოს, იყიდება უამრავი რაოდენობით ძვირფასი მანქანები, ელექტრომოწყობილობები და ასე შემდეგ, ნაკლებად შეძლებულები კი საკოებს, საპონს და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტს იმარაგებენ. გილოცავთ დამდეგ 1999 წელს. ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი ეკონომიკური გამოცემა, რუსული ეკონომიკური გამოცემა, მიმდინარე პროცესებს და 1998 წლის ავადსახსენებელი დეფოლტი გაიხსენა. ხელისუფლებისვე პროგნოზით რუსეთის ეკონომიკა 2015 წელს 4,5%-ით შემცირდება. რუსეთში მიმდინარე პროცესებზე ეკონომისტ ევა ბოჭორიშვილს ვესაუბრებით. გამარჯობა, ქალბატონო ევა. მოგესალმებით. დიდი მადლობა თეორემაში რომ იღებთ მონაწილეობას და პირველი კითხვა, რამ გამოიწვია ეკონომიკური კრიზისი რუსეთში? ორი ფაქტორია, ერთი სანქციები, მეორე ნავთობის ფასების მკვეთრი შემცირება. თუ შეგიძლიათ რომ ამ ორი ფაქტორის ხვედრითი წილი მეტნაკლებად შეაფასოთ და ზოგადად იმ ფაქტორებზე ისაუბროთ, რამაც თქვათ რუბლი ასეთ დღეში ჩააგდო და რუსი ხალხი პანიკაში. ამ შემთხვევაში ესე იგი ჩვენ რო გავმიჯნოთ რა რუსეთის ეკონომიკის პრობლემებში რა წვლილი მიუძღვის სანქციებს და რა წვლილი მოდის ნავთობის ფასების შემცირებაზე, უნდა შევხედოთ ჯამურად ამ ეფექტს. ანუ ჩვენ დავინახეთ, რომ სანქციების შედეგად მოხდა კაპიტალის გადინება რუსეთიდან, ეს დაახლოებით 85 მილიარდი დოლარის ოდენობის იყო და ამავდროულად ნავთობზე ფასების შემცირებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემები, ინფლაციის ზრდა, აგრეთვე ეს ურტყავს უმუშევრობის დონეს 5,6% იყო უმუშევრობის დონე რუსეთში 2013 წელს და რა თქმა უნდა ეს ციფრი გაიზრდება და მოსახლეობა აღმოჩნდება მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების წინაშე. და ამას ემატება ის, რომ ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 50%-ზე, მთლიანი შიდა პროდუქტის 50%-ზე მეტი, ამიტომ საბანკო სექტორში იქნება საფინანსო სექტორში მნიშვნელოვანი პრობლემები, მაგრამ ამ ეტაპზე გარდა იმისა, რომ უკვე ვხედავთ გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და პროგნოზები არის მეტად სავალალო, ეტაპობრივად შეიძლება კიდევ უფრო წამოიჭრას მწვავე ეკონომიკური პრობლემები, რასაც ვთქვათ ამ ეტაპზე შეიძლება არ ხდება შეფასება. მომავალზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, ახლა მაინტერესებს, აი ახლა მიმდინარე პროცესებმა რუსეთში, ჩვენს რეგიონში ყველაზე მეტად რომელი ქვეყანა დააზარალა? ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენს გარშემო უშუალო მეზობელ სომხეთზე, რომელიც დამოკიდებულია რუსეთის ეკონომიკაზე, გზავნილების 90% მოდის რუსეთზე, მისი ექსპორტის დაახლოებით 20% მოდის რუსეთზე და მთელი უცხოური ინვესტიციები დამოკიდებულია რუსეთის ინვესტიციებზე. ამ შემთხვევაში სომხეთის ეკონომიკა 9 თვეში გაიზარდა 2,7%-ით, როცა ჩვენ იგივე პერიოდში ვიზრდებოდით 5,9%-ით. თუმცა ჩვენ სხვა მეზობლებზე, მაგალითად ისეთი მეზობელი, როგორც არის აზერბაიჯანი და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნავთობის ფასზე, იგივე ამ 9 თვიან პერიოდში გაიზარდა 2,2%-ით. აგრეთვე რეგიონში ვხედავთ ამ გარე ფაქტორებიდან გამომდინარე მნიშვნელოვან ეკონომიკურ შესაძლებლობას. თუმცა ჩვენ ამ ეტაპზე ჩვენი ეკონომიკური ზრდა ჩვენს მეზობლებთან შედარებით იყო ბევრად დიდი და 9 თვეში 5,9%-ით. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ თუ არა, რამდენად სამართლიანი იქნება, რომ 2006 წელს, როდესაც ემბარგო დაგვადო რუსეთმა და რეალურად მოგწყვიტა რუსეთის ბაზარს, ამან გარკვეულწილად პოზიტიური როლი ითამაშა საქართველოს ეკონომიკის მდგრადობაში.
ჩვენ თუ შევადარებთ, ანუ რა წილი ქონდა რუსეთის ექსპორტს 2000 საქართველოს რუსეთში განხორციელებული საქართველოს მთლიან ექსპორტში, ანუ 2005 წელს იყო 20%, დღეს არის 10%-მდე, ხო? ამან გარკვეულ ცოტა ხნის წინ 10%-იც არ იყო, მაგრამ ეხლა არის უკვე 10%. მაგრამ ეს ჩვენ რო გადავიტანოთ ჩვენი ეკონომიკის მთლიან ზომაში, ეს არის მხოლოდ 1.8% ჩვენი შიდა პროდუქტის ამ 9 თვეში. ანუ ეს დამოკიდებულება ჩვენს ეკონომიკას რო შევადაროთ, ანუ ექსპორტ რა დოზით ვართ დამოკიდებული რუსეთში ექსპორტზე, ანუ ეს ციფრი არ არის დიდი. ამიტომ ჩვენ უკვე დავინახეთ ოქტომბერში, რომ რუსეთში ექსპორტი შემცირდა 19%-ით. ეხლა დეტალურად ნოემბრის ციფრი ჯერ არ ვიცით. არ გვაქვს თუ საჭირო ეხლა ზოგადად შეგვიძლია რომ შევაფასოთ. ზოგადად ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, რომ ანუ ის სწრაფი ზრდა რაც იყო რუსეთში ექსპორტის სწრაფი ზრდა 2013 წელს, ანუ წელს ეს მეტნაკლებად დასტაბილურდა და აგვისტოდან 2014 წლის აგვისტოდან ჩვენ ხედავდით რუსეთში ექსპორტის დისტემპების შემცირებას. კი ბატონო, ბიზნესი სენსიტიურია მსგავსი საკითხების მიმართ და თვითონაც გრძნობს, რომ რომელია საიმედო ბაზარი. ანუ ამის თქმა გინდათ, რომ ბიზნესი თავადაც მიხვდა. თუმცა მეორე მხრივ, რომ შევხედოთ რუსეთში საქართველოს ექსპორტის ძირითადად ხდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი, ხო? ანუ ძირითადად ღვინო, თუ ხილბოსტნეული, ხილი და ციტრუსი, ასე შემდეგ. და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სოფლის მეურნეობაში საქართველოს მოსახლეობის 45% არის დასაქმებული. სოციალური ეფექტი ამ ყველაფრის როგორი შეიძლება იყოს, ანუ შეიძლება წმინდად ეკონომიკური რიცხვებში ეს არ იყოს ესეთ მნიშვნელოვანი რიცხვებში გამოსახული, მაგრამ უფრო მეტ ადამიანს ეხებოდეს გამომდინარე იქიდან, რომ აგრარულ სექტორს ეხება და აგრარულ სექტორში მეტი ადამიანია დასაქმებული. ხო არ ვარაუდობთ, რომ ამან შეიძლება გარკვეული სირთულეები შეუქმნას იმ ძალიან დიდ ნაწილს საქართველოს მოსახლეობისა, რომელიც თქვათ რუსეთში თქვათ თავისი მოსავლის გატანის იმედად არის. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევხედოთ ჩვენი ექსპორტის დივერსიფიცირებას, ანუ მაშინ როდესაც რუსეთში არის მხოლოდ ჩვენი ექსპორტის 10%, ამავდროულად ანუ სხვა ქვეყნებშიც ხდება ექსპორტის დივერსიფიცირება და ანუ როგორც ეს იყო ემბარგომდე, ისეთი დამოკიდებული იმ დოზით აღარ ვართ ჩვენ რუსეთის ბაზარზე, შესაბამისად აი ამ დივერსიფიცირებამ ეს დივერსიფიცირება ჩვენ უფრო მეტად ადვილად გადაგვატანინებს იმ პრობლემებს, რაც შეიძლება შეიქმნას რუსეთის ეკონომიკური ვარდნის გამო, ვიდრე ეს მოხდა 2006 წლამდე. კი ბატონო, და თქვენ საუბრის დასაწყისში ახსენეთ ის მოულოდნელობები, რაც შეიძლება გაჩნდეს, კიდევ დამატებითი სირთულეები, რაც შეიძლება გაჩნდეს რუსეთის ეკონომიკაში, აი ამ რაღაცა მომავალ პერიოდში, შემდეგი წლის პროგნოზი როგორია, აი რას ელოდებით, რა გართულებებს ელოდებით რუსეთში? ანუ შემდეგი წლის პროგნოზი მთავარი ეს არის, რომ რუსეთის ბიუჯეტის 50% შემოსავლების არის ენერგორესურსებიდან და რუსეთის მთლიანი ექსპორტის 70% არის ენერგორესურსების. ანუ ამის ფონზე შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაუარესდეს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და ვალუტის დევალვაციამ კიდევ უფრო მეტად გამოიწვიოს ინფლაციის ზრდა. და ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რომლებმაც შემდგომ კიდევ უფრო ნაკლები ეკონომიკური აქტივობა და გაუარესება შეუძლია გამოიწვიოს სიტუაციის და ამ ეტაპზე ეს არის ახლა რასაც ვიხედებით, მაგრამ შეიძლება კიდე დამატებით წამოიჭრას რამე პრობლემები, რომელიც იდენტიფიცირება შეიძლება დღესდღეობით სათანადოდ ვერ ხერხდება. კი ბატონო, და რუბლის სადამდე შეიძლება წავიდეს? მართლა შეიძლება 1998 წელი განმეორდეს, იმიტომ რომ აი პრესაში ვკითხულობდი, რომ ვალუტის ჯიხურები უკვე სამნიშნა ტაბლოებს ამზადებენ იმისთვის, რომ მზად იყვნენ, როდესაც ვთქვათ 1 ევრო 100 რუბლზე მეტი იქნება, ან 1 დოლარი გადააჭარბებს ამ მაჩვენებელს. შესაძლებელია, რომ კიდევ უფრო დიდი გაუფასურების მოწმენი გავხდეთ დევალვაციის. 98 წლის მონაცემები რო ჩვენ ვნახოთ, მაშინ რა იყო ინფლაცია? ინფლაცია იყო 87%, რა ხდებოდა ეკონომიკური ვარდნა რამდენი იყო? ანუ მაშინ უფრო მძიმე კონიუნქტურა იყო ეკონომიკური. ამიტომ ესე ცალსახად რო ჩვენ პარალელურად გავავლოთ 98 წლის მაგალითზე არ შეგვიძლია იგივე
ასევე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამ შემთხვევაში რუსეთის რეზერვების სიდიდე 418 მილიარდი დოლარია. იგივე 2009 წელსაც რო შევადაროთ, როდესაც იყო კრიზისი მსოფლიოში, მაშინ 200 მილიარდი დოლარი იყო რუსეთის რეზერვები. ანუ ამ ეტაპზე თან დევალვაციის გამო იმპორტის შემცირებაც მოხდება. ანუ რუსეთის იმპორტს რო შევხედოთ, ჩვენ 50%-ზე მეტი არის საინვესტიციო საქონელი, მანქანები და ფუფუნების საგნები. ამიტომ ეს მოთხოვნა მიწოდება დააბალანსებს ერთმანეთს, ანუ ექსპორტი შეუმცირდება, მაგრამ ამავდროულად მოხდება იმპორტის შემცირება. იმიტომ ფული არ იქნება, რითიც იმ ფუფუნების საგანს იყიდი. დიახ, და ამ შემთხვევაში ესეთი ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ისეთივე სიტუაცია განმეორდება, როგორც იყო 98 წელს. დიდი მადლობა ქალბატონო ევა, საინტერესო საუბრისთვის. პირველად იყავით თეორემაში სტუმრად. იმედი მაქვს, რომ ეს არ არის ბოლო საუბარი და ბოლო მონაწილეობა თეორემაში.